ევროპის სახალხო პარტიამ საქართველოსთან დაკავშირებით მწვავე რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საქართველოში ახალ სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. ევროპის სახალხო პარტია ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსა და იმავე აზრზე მყოფ ყველა საერთაშორისო პარტნიორს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შემოიღონ კოორდინირებული ორმხრივი პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, კომპანიებისა და ხელშემწყობთა ქსელის წინააღმდეგ და ევროკავშირში არსებული ივანიშვილის ყველა აქტივი გაყინონ. ასევე მოუწოდებს ევროპულ საბჭოს შესაბამისი ზომები მიიღონ, რათა ივანიშვილის ქართულ ბანკის SWIFT-დან და Visa Mastercard-ის ქსელებიდან გათიშონ. ასევე სექტორალური სანქციები შემოიღონ ბიზნესების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რეჟიმს. EPP ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს კოორდინირებული ორმხრივი პერსონალური სანქციები დაუწესონ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე. ევროპის სახალხო პარტიის პოზიციით გაფართოებული სანქციები უნდა შეეხოთ მოსამართლეებს, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებსა და რეჟიმთან დაკავშირებულ მედია საშუალებების მფლობელებს.